ქრისტეს მოწაფეთა გუნდთა, 330-თა ყოვლადქებულთა სარწმუნოებითა და ქებით უგალობდეთ. რამე თუ ამათ მიერ ვისწავეთ ყოველთა სამებისა წმინდისა განუყოფელად თაყვანისცემა, რომელნიცა გიან მნათობად საღმრთოდ მორწმუნეთა. დღეს ახალი სტილით 17 იანვარს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს 70 მოციქულის კრებას და მოიხსენიებს ღირს ევაგრეს, შიომ ღვიმელის მოწაფეს და ღირს ელია დიაკონს, იოანე ზედაზნელის მოწაფეს, ღირს თეოქტისტეს, ღირს მოწამე ზოსიმე მონაზონს და წმინდა მოწამე ათანასე კომენტარის, წმინდა ევსტათი პირველს, ღირს ტიმოთე მესვეტეს და ღირს მოწამე ონოფრე ახალს. სიტყვა მოციქული წარგზავნილს ნიშნავს. წმინდა წერილში ამ სიტყვით ღვთის ნების აღსრულებელი ადამიანები მოიხსენიებიან. მოციქულები რჩეული ადამიანები იყვნენ, ოღონდ არა განათლებითა და ცოდნით, არამედ სისპეტაკითა და გულის სისუფთავით. მოციქულებრივი ღვაწლისა და ეკლესიების დასაარსებლად მაცხოვარმა თავისი 12 მოწაფე გამოირჩია. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგება მათ გარდა სხვა 70 მოციქულსაც დაევალა. საღვთო მადლით აღსებულნი ყველგან ქადაგებდნენ ქრისტეს მოძღვრებას. აღასრულებდნენ სასწაულებს და თავიანთი მოძღვრის მსგავსად სიცოცხლეს მოწამეობრივად ასრულებდნენ. მოციქულებრივი მოღვაწეობის გამგრძელებლები დღეს ღვთისმსახურები არიან. წმინდა 70-თა მოციქულთა კრება მართლმადიდებლურ ეკლესიაში იმისთვის დაწესდა, რომ ცხადად გამოჩენილიყო ყველა მოციქულის თანასწორობა და ამით აღკვეთილიყო უთანხმოებანი მათ პატივისმცემელთა შორის. დღეს წმინდა ეკლესია ერთად აღნიშნავს 70-ვე მოციქულის ხსენებას, წლის განმავლობაში კი ცალ-ცალკე იხსენიებს მათ. დღესვე არის ხსენება ღირსმოწამე ონოფრესი, რომელიც ბულგარეთში დაიბადა, მაგრამ განათლების მიღების შემდეგ ათონის მთას მიაშურა და ხილენდარის მონასტერში მანახეს სახელით აღიკვეცა ბერად. ყრმობაში წმინდანი ანცობისთვის დაუსჯია მამას და განაწყენებულ ბავშვს უაზროდ დაუყვირია, გავთურქდებიო. ქრისტიანობის ამ უნებლიე სიტყვიერი გმობის გამო სინანულმა მიიყვანა ნეტარი მოსაგრე წმინდა მთაზე, მაგრამ იქაურმა ასკეტურმა ცხოვრებამაც ვერ დააკმაყოფილა და ქრისტესთვის წამების სურვილი აღეძრა. უფლის რჩეულმა გულის ნადები გამოცდილ მოძღვარს ნიკიფორეს გაუმხილა, რომელმაც სქიმით შემოსა მოშურნე ბერი და სახელად ონოფრე უწოდა. შემდეგ კი თურქების კუთვნილ კუნძულ ქიოსზე გააგზავნა, სადაც უშიშრად ამხილა და დაგმო ყურანის ცრუსი ბრძნე. იქაურებს კი ჭეშმარიტი სარწმუნოების შეცნობისაკენ მოუწოდა. ამისთვის ნეტარი მოღვაწე შეიპყრეს და სასტიკად აწამეს. ბოლოს მას თავი მოჰკვეთეს და ზღვაში გადააგდეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვითა და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო.